გამარჯობა მეგობრებო. მაგერ ჩამოვედი ბრუნო ჩამოვიყვანა და თავს დამესხა 3 ნიღბიანი დედა მოტყნული камеры. Да, послушай, выдохни немножко. Если что, это камера. Там камера, они работают. Агер камерები არის თავს დამესხა. Слушай, подожди секундочку. Хозяин приедет в магазина в 10:30 приблизительно. Сможешь спокойно подойти, он спокойно предоставит тебе видео. Что-то воды тебе дать? Хода, დამესხნენ თავს. ვერავის ვერ შეაშინეთ რა. ვერავის საერთოდ. დრო არის რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი ვინც იხეშია ის გამოუშვა. ცემენ მიმარტყავენ მომართ ვის უნდა შეეს არაფერს არ შეშინი. ჩვენ აქ ცხოვრობ და ვიცხოვრ. და ეგ ხალხი გაიქცევია. საღო მაგრამ მოაწყე დილის 9 საათზე რომ მიყურებთ აქ როგორ ძაღსრობას ეინებ რომ უნდა მომუვარდეთ და მცემო ძალიან სასაცილოა. აქ არავის არაფრის არ ეშინია რა. და აუცილებლად ჩვენსაც მივახცევთ. განაჩენი არ ვიცი ვინ იყვნენ უცებ ძაღს ვასეინებ ვუყურებდი 3 კაცი მომუვარდა ნიღბებით. აგერ მაღაზიაში შევედი და მე წავიდნენ რა. ეგ არაფერი ეხლა ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე პოლიციას გამოვიძახებ ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვები თავის გზაზე როგორც საჭიროა. აიგეთი ხალხი არის რა. და ისე წყნარად როცა ძაღლს ვასე მომარი ბოღმიანები არიან, შურიანები არიან და იმენა უსამართლო ხალხია. მეტი არაფერი რა. მამ არაფერი კაც ვის არ მოხვედრია, მაგათ არ მოხვედრია თავალბად ბავშვობა. მე არაფერი არ მიჭირს საერთოდ. კარგად გძნობ თავს. არ ვიცი ეს ეგეთი ამბავი. აუსტორეს ახლა აჩოც მისცემენ რომ ცემე თუ ჩვენი გავასწორეთ იქო რაც ქნაო და სასაცილო არის რომ იმის შემდეგ 3 კაცი უნდა მომუვარდეს და დაამარტოს იქ არ იყვნენ თუ რამე უნდა და ძალიან სასაცილო არის. ხოდა რა ღმერთმა შეარგოთ ეგეთი ცხოვრება რა თუ ესე უნდა ცხოვრება და ვისაც ესე მოწონს ცხოვრება იცხოვროს ჩვენ არ ვაპირებთ მას ცხოვრებას რა. სულ ეს არის რა.